თუ აუქციონიდან საქართველოში მანქანის ჩამოყვანის, გამბაჟების და გაკეთების თანხა მხოლოდ $10,000 გაქვს, ეს სამი მოდელი იდეალურია. მე ვარ გიო, ეს არის გიოს აუქციონ გარაჟი და დავიწყოთ მესამე ადგილით. მესამე ადგილზე ყავს 2021 წლის Hyundai Elantra. ეს მოდელი ვიზუალით ნამდვილი კოსმოსური ხომალდია, თავისი აგრესიული ხაზებით გზაზე ყოველთვის იქცევს ყურადღებას. კოპარზე მისი ყიდვა ძალიან კარგ ფასად შეიძლება. 2-0 ძრავი და ვარიატორი წყვილში იდეალურ ეკონომიას იძლევა ქალაქში. თანამედროვე ტექნოლოგიები, დიდი მონიტორები და ძალიან იაფი შენახვა. აი რა ხდის მას საუკეთესო თანამედროვე არჩევნად. მეორე ადგილზეა მეოთხე თაობის Mazda 3. აი აქ უკვე სულ სხვა ემოციაა. Mazda-მ დიზაინსა და კომფორტში ყველა ვარიანტი შეაჯობა ნებისმიერ სხვა მანქანას. ამ ბიუჯეტში თქვენ იღებთ ისეთ პრემიუმ ინტერიერს, ტყავის ელემენტებს და ხმის იზოლაციას, რომელიც ბევრად ზვირიან გერმანულ მანქანებს არ ჩამოუვარდება. 2 და 5 Sky Active ძრავით ძალიან საიმედოა და რაც მთავარია, მართვის დროს განიჭებთ რეალურ სიამოვნებას. სანამ გეტყვი პირველ ადგილზე რომელი ავტომობილი გავიდა, მინდა გაგახსენო, რომ 10,000 გამომწერი მჭირდება. ამისთვის უნდა დააჭირო გამოწერის ღილაკს ხელი, რაც ძალიან მარტივია და ასევე ღია ვარ ავტომიმართულების კომპანიებთან, როგორც სპონსორობისთვის, ასევე კოლაბორაციისთვის. და პირველ ადგილზე ყავს Toyota Corolla. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს მანქანა საქართველოში ნამდვილი მოგებაა. რატომაა ასეთი პოპულარული? 2-0 ატმოსფერული ძრავი პრაქტიკულად დაუღალავია. ხასიათი ძალიან გამძლეა და ჩვენს გზებს იდეალურად უძლებს. მისი მთავარი პლუსი ლიკვიდურობაა. თუ მიზნად მოგებით გაყიდვა გაქვთ, Corolla ის მანქანაა, რომელსაც ხელში საერთოდ ვერ გააჩერებთ. მომენტალურად იყიდება. შენ რომ $10,000 გქონდეს, რომელს აარჩევდი? Corolla-ს, Mazda 3-ს თუ Elantra-ს? დამწერე კომენტარებში.